ქალთა შორის და ევროტურის სენიორთა შორის კლასიკური პირამიდის დისციპლინაში. ტურნირში 16 ქვეყნის 124 სპორტსმენი მონაწილეობდა თავისუფალ პირამიდაში, როგორც მამაკაც და ასევე ქალთა შორის უკრაინელებმა გაიმარჯვეს, სენიორთა შორის კი საპრიზო ადგილებზე ორი ქართველი პაატ ახმალაძე და მიხეილ კილაძე გავიდა. შეჯიბრებები საქართველოს ბილიარდის ფედერაციის, სპორტის სამინისტროს, საჯარო მთავრობისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობით ჩატარდა. აიზრდება მათი მხარდაჭერა და უფრო დიდ და გრანდიოზულ ტურნირებს უმასპინძლებს საქართველოს. მოხარული ვარ საქართველოში და კერძოდ ბათუმში ისევ ყოფნით. გასულ წელს აქ ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი პირამიდის სახეობაში. წელს უფრო მეტი მონაწილე გვყავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოზიტიურ თანამშრომლობას ქართულ მხარესა და ევროპის პირამიდის ფედერაციას შორის. იმედი მაქვს მომავალ წელს ისევ დავბრუნდებით აქ უკვე სხვა შეჯიბრებებით. სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და ეროვნული ფედერაციის რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა კონკრეტული შედეგი მოგცა, გარდა იმისა, რომ სპორტული შედეგები უკეთესია და ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოდიან, მნიშვნელოვანია, რომ სპორტის სახეობა კიდევ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლეთ, ამის დასტურია ჩატარდა ტურნირები, ყავს პრიზიორები და რაც ყველაზე მთავარია, ასეულობით სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენი რეგიონი როგორც სპორტული ხაბი, ისე იკვეთებს თავს და ბათუმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურნირების ჩატარება. და შემდგომშიც გავაგრძელებთ ფონდთან ერთად და ეროვნულ ფედერაციებთან სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში ადგილობრივ გუნდთან